გურამ ურჩუხიშვილი, ახური იუმორი, თელავი. მოგესალმებით. როგორც ყოველ წელსაც დაისხა კახეთში ანეკდოტებმა, ისე რომ სხვა კუთხეში გასვლა არ დამჭირდა. კახელი მივიდა თვალის ექიმთან. მოხუცია კახელი ეუბნება, კაცო მხედველობა რაღაცა მიჭირებს საქმესო და ექიმი ისია რომ გადაღლილია უკვე და შეხედა შემოხედა და რაღაც ატყობს რა ამ კაცს მაინც მხედველობა არ უნდა ღალატობდეს. აბა გამოდი და გაიყვანა აივანზე. აი კავკასიონის ხეთს ხედავო, კავკასიონის ხეთს. მაგას ხედავ და მაგის იქით ვერც მე ხედავ. კიდევ მივიდა კახელი ექიმთან და ეუბნება, რაბა რა შეასაქმო? კაცო, აი კუჩქემო თუ რაღაცა, აი მეწევა მტკივა, აი როგორ გითხრაო, კაცო და ექიმმა უთხრა. გაიხადე, რა სიტყვაზე არ მენდობი კაცო. კურდღელი არის ნათლული ლომის და უთხრა რომ მოიტაო რა, ლომს უთხრა. ისე გააკეთეო რომ ყველა მემჩაგრისო კაცო ტყეშიო და რაღაცნაირად წარმოადგინე და უთხარი რომ შენი ახლობელი ვარ. მაშინე მოიწვია ლომმა კრება მხეცების და უთხრა ამას რომ ბეწვი ჩამოვარდეს თავიდან მორჩა ცოცხალი არავინ გადამირჩება. გამოვიდა ამოისუნთქა და გალაღებული დადის. დაინახა მგელი წამოარტყა თავში. მგელმა მოხედა ეს ხო ლომის ნათლულია კაც რაკნას არა. დაინახა დათვი ამოარტყა წიხლი. დათვაც მოხდა ეს ლომის ნათლულია. აი არა ესე გათამებულია და ნახა რომ რაღაც ბძღვინავს. მივიდა და მუხის ხეა, ვებერთელა მუხის ხე და უშველებელი ეშვებით ტახი რაღაც ეძგილა. მივიდა და ამასაც ამოარტყა წიხლი. მოხედა ტახმა გაგიჟდა, გამოეკიდა გარბის კურდღელი, აღარ იცის რა უკა, საცა დაეწევა და დაინახა სორო და შევარდა კურდღელი, გამოყო თავი და ტახო რატო კრებებზე არ დადიხარ? კახეთში ბიჭები არიან შეზარხოშებული მანქანას ხედა და უცბად აერიათ მანქანა და მიხომიდის გზაზე დაარტყეს ამ მიხოს და გადავარდა მაგ ჩამოხდნენ იღუპებიან შენი ჭირიმე მიხოძიაო წამოდექი ძია მიხო წამოდექი კაცო ადექი კაცო არ დაყუპო კაცო ადექი ნუ ამ ჯანჯღარში ცოტა მოსულია და მიხო ცალი თვალი გახლე ამოხედა და არ ვიდექი იმეთქი საბჭოთა პერიოდში მოიხსენებათ ადამიანებს მოსავლის ან შრომის ასე ვთქვათ მიხედვით აწინაურებდნენ ხოლმე და მიხაც უხვი მოსავლის ოსტატია და უცბად ბრიგადირობიდან გადაეყვანეს რაიკომის მდივნად. მივიდა სახლში უთხრათ რომ აბა გილოცავთ მიხო ცოლის იდედრი ეუბნებიან და ეკი კარგია მაგრამ შეიძლება ერთი რამე გითხრა და გეწყინოთ რა უნდა გითხრაო და რა ვიცი ეგრე მითხრე საყვარელი უნდა ყავდა იარში გაგიჟდნენ აქეთ იქით აბა რა უქნა თუ გინდოდათ ეგრეა ნუ კარგია შეეგუნენ მთელი წილის შემდეგ და გვაჩვენე მაინც ვინ არისო ცოლმა უთხრა აი ამ კვირის ბოლოს აქტივი კრება უნდა გქონდეს და წაგიყვან და გაჩვენებო მე პურმარილი მართებო მართლა წაიყვანა დასცენ მიხო ზმარო და უყურებს მიხო ჭამს გაუთავებლა მაროკარებში იყურებოდა ერთი ნახოს თავის მეტოქები ნარე და ნუ შემოვიდეთ ლამაზი ქალი უთხრა ეგ არის მიხო არაო ეგ ჩვენი მეორე მდივნისაო შემოვიდეთ ეგ ჩვენი აღმასკომი თავმჯდომარისაო უთხრა და ახლა მარომაც იფიქრა ალბათ არ მოვა და მართლა უცბად შემოვიდა ქალი რომ გაჩვენდა ყველა რა ულამაზესი დამაქალი და მიხამ წაარტყა ხელი და მარო აი ეგ არისო და მიხედა უიმე ქა ჩვენი ყველა საჯობნებია ობა ჩვენი გახლდები კახელი ზის ვაგონში და მის წინ ზის ახალგაზრდა გოგო და უყურა და ენაცვალი გოგო იცი რომ ჟურნალისტი ხარ ვიციო და თუ არა ეკითხულობ მაინც მათქვა კახელი მიხაებნება მიტოს კაცო ის რა ვნახეო კაცო რა ვნახეო მივედი სახში გამოაღე შიფანერკა და ტიტველა კაცი არა ზიში შველი სუმთლათო კაცო რა სამ ეხა წარმომიდგენია რას უზავდი დედაკაცო რა დედაკაცო საქმე იმაშია ცოლი არ ამყავ კაცო ეს
ბიჭმა უთხრა კახელს, მამი მაიტა ხორცილში მივდივარ, მანქანა მათხოვე რა, ახალგაზრდა ბიჭი ვარ გავიარ. იცოდე არაფერი დააშაო. მანქანა არ გაბუჭო, ცარაბგარა ეკონდე რომ მაიტან მამამ უთხრა და წავიდა დაიგვიანა იმ ღამეს, ნუ გაიღვიძა, მიხამ გადახედა და რას ახედავს, მანქანა ეზოში დგა. ზემოდან სუჩიტისკენ დით არის სავსე. ბიჭო, შენ ჭხიფთა კორცილში ხوارი კაცო. მიხო შევიდა აფთიაქში და უთხრა სლოკინი წამალი არა გაქვს თუ სლოკინი შესაჩერებელი უნდა ამან უთხრა ცოტა ხანს გადმოიწიეთ აქეთო და შემოარტყა სილასახიში რა შრები ქალო ამან უთხრა და აბა დააყურადე კიდე გასლოკინებს მე კი არა მაროია სლოკინას იმარო მიხოს უთხრეს შენ ბიჭო მიხო ერთი ყური დიდი რა თააგოდა რა უდღეური დაიბადა და იმას და სამშობლო სახში ყოველდღე პრუჟინიანი სასტორი თავწონიდი ცოტა იმით კახელი ყიდის ბანანს მივიდა ქალი და ეუბნება ბრაღის ბანანიო და 70 თეთრიო მომთხრა და უიმე აიღო ხელში და ვერ აფჩქნიო და ენა ცოლი აი ლარნახევრიანი მაგს მეიკიანი თუ ახელ სოლიო ჩხუბება დილიდანვე აი გაუთავებლად გამოდიან უნდა ჩასხლენ მანქანაში ჩასხლენ კიდე ჩხობს დაიცა ქალო გაჩერდი მაი დაიქოქა თუ არა ვერ ვიგებ ეს მაინც გამაგე ახელი ჩამოვიდა ნიუ-იორკიდან საბჭოთა პერიოდზე და ახლა საბეჭილებებს უყვება ეზობლები არიან შემოხ ის რა ვნახე კაცო 100 სართულიანი 100 აბარასამ რო არის გეუბნებით 100 სართულიანი სახლები და ერთს მიხედა რომ გაფათისებით უსმენს არ გინდა მიასე სართულზე ცხოვრობდე რა თმინდა იმან თქვა ჯო როგორ არ გინდა მაშ არ გინდაო და რასაო მიხავ სანამ იქიდან ღორსალაფავ ჩამოვუტან ხო ჭყივილი დგას ხო მიხო გაგზავნეს კოსმოსში და რაკეტაში თან მაიმუნი გაატანეს ნუ ეს მაიმუნი აწუხებს აღარ შეიძლება რა მო დააბნა ყველაფერი რა დააგლდა მან უხდაძებს ვერც იჭერს და უთხრეს რომ აი აქ ჯიბეშიო გიდევს წერილიო და რომ გახვალო ორბიტაზე მე წაიკითხე ისო ერთი გავიდე ორბიტაზე და რანაირად უნდა გაკერა ინურმინატორიდან მაიმუნს ეუბნება და რომ გავიდა ორბიტაზე ვაგონდა რომ გამომოტანესო და წაიკითხე და მიხო შენ ხელი არაფერი წაავლო მაიმუნმა ყველაფერი იცისო და არა იმზია და ახელია ქორწილში და ნუ დაიწყეს ახალგაზრდა რო იციან დაიწყებს რაღაც კაკაფონია ბაგი-ბუგი გამუდმებით და მივიდა დაინახა რომ ერთი გოგო კანკალებს და რა იყო გოგო რა მოგივიდა შო ცეკვაო და გაგახარა მე მეგონა დენმა დაარტყა ახელში ასაფლავებენ მიცვალებულ ჯარიქცერიას ყველა შენ და უცბად მობილური დარეკა ვიღაცამ გაგუჯო მოვარდა მიცვალებულთან ერთი კუბოსთან სასახლეში რაშია საქმე იქიდან დარეკეს ხაშმემა ვერასწრებს მოხარშვა და ცოტა ნელა ატარეთო ო აითრიეს ფეხი და რა ვქნეთო და ინდე სკოლათან დავასვენოთო უთხრეს და დაასვენეს სკოლასთან შირისუფლები დაასვენა ცხელა კაცო გადაიღალა ხალხი კარგა ხანს არის და ზუსტად მიხას სახლის ზედ სკოლის შენობის წინ არის და უხერხულად არის კაცო მაინც ახლა იქ მიცვალებული ასვენია მიხამ და გაასვენო კაცო იძახის კაცი და ნახევარი საათი ესედო მიცვალებული არა ცილებენ გაბრაზდა მიხა გადმოიხედა აი ვიო რა არის საშემოდგომო და ჩასაბარი ველი რა